მოგესალმებით. ეს არის რუბრიკა გაიცანით 15 წუთში. მე კი მისი წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. ჩემი დღევანდელი სტუმარია ლუკა ფესვიანიძე. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი. თამაშობს სპექტაკლებში მერი პოპინსი, ხანუმა და სხვა. მე აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმას. ამბობს ლუკა. გამარჯობა ლუკა, როგორ ხარ? ძალიან კარგად, თქვენ? მეც კარგად, მადლობა. ხო არ ნერვიულობ? ისე რა. მაშინ დავიწყოთ. დავიწყოთ. სანამ აქ მოვიდოდი? სანამ აქ მოვიდოდი, ვიყავი უნივერსიტეტში. დილის ადამიანი ხარ თუ ღამის? ღამის. როდის და როგორ აღმოაჩინე, რომ თეატრი და სამსახიობო ხელოვნება გირაცებდა? ბავშვობიდან უფრო რა, იმიტომ რომ სულ მქონდა რაღაც კავშირი ამ პროფესიასთან, სტუდიები იყო ეს რაღაცა სცენა. ძალიან პატარა ასაკიდან ვიდექი სცენაზე, რამაც დაილექა ეს ჩემს ქვეცნობიერში ეთყობა და მე არქიტექტურაზე ჩავაბარე. და იქ მივხვდი, რომ 3 წელიწადში 3ჯერ არ ვიყავი ნამყოფი. გპ-ში და მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი. ესე მარტივად. რა არის ყველაზე დიდი სირთულე მსახიობის ცხოვრებაში? მსახიობის ცხოვრებაში ძალიან რთულია ზოგადად. როგორ ვთქვა, ჯერ არ მქონია ეგრე კიდე შეხება რომ რაღაცა, მაგრამ ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან რაც მე თვალში მხვდება, ფინანსები. სამწუხაროდ. როგორ ახერხებ თეატრსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნას? ძალიან რთულად. ძალიან, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვაკლებ ამ პროფესიის გამო, სხვა პირად რაღაცეებს, დროს, ენერგიას, ხასიათს, თუნდაც აი ძალიან კარგი ხასიათების მატარებელი ვარ ესე. თეატრში, უნივერსიტეტში, მაგრამ რაღაცა ჩემ თავს დაუმუღამე, რომ სახში რომ მივდივარ, იმდენად ვარ დაცლილი ამ კარგი ემოციებისგან, რომ ძალიან ჯუჯღურა ვარ. გაქვს თუ არა საოცნებო როლი? რომელია? კი, მეფელირიდან. ხო შეიძლება კაცმა იოცნებოს მეფელირი იყოს, მაგრამ მე მასხარა უფრო მომწონს. მაგალითად, თან ახლა დრო ვთქვა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ვიძახე ხა. მეფელირი რომ ითამაშო, ცოტა ბაგაჟიც უნდა გქონდეს, ასაკიც უნდა გქონდეს. ესე ვთვლი. როგორ იმახსოვრებ ტექსტებს? რაიმე ტექნიკა თუ გაქვს შემუშავებული? რაც შეეხება ტექსტების დამახსოვრებას. მე ძალიან მარტივად ესე რომ ეხა სახში რომ ავდგე რეპეტიციის მერე და დავიდო ეს პიესა და ვიკითხო და დავიზეპი რომ ეგრე არა რა. სცენაზე რეპეტიციის დროს სამაგიდოებიც ხო არის, სანამ სცენაზე დადგები და ხდება ისე რომ სამაგიდოებზეც რო ავდგებით ფეხზე, ტექსტი კიდე არ არის ისე გამჯდარი და მოძრაობაში იქ უფრო აი სცენაზე მოქმედებაში უფრო მომახსოვრდება ტექსტი რა, მოქმედებასთან ერთად. თორე ესე რომ სახში დავჯდე და დავიზეპირო, უეჭველი ვიცი სადღაც გამოვიწყდება მე. ესე უფრო მარტივია რა. რა არის შენი ჰობი? ჰობი მაქვს ძალიან ბევრი. ჩამოთვალო. სრიალი ლიჟებით. ლაშქრობები. თევზაობა, ნადირობა, ბუნებასთან კონტაქტი დიდი დოზით არის ჩემი ჰობი. რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდი? ეგრეთ დავიწყე რომ მოდი არა მსახიობი სხვა რამე ვიყო, მაგრამ გამოვიდა რომ ვერ შევდექი სხვა რამე და წამოვედი ისევ სამსახიობოში რა. არ წარმომიდგენია, სიმართლე გითხრა. რაზეა როდის ნერვიულობ ყველაზე მეტად? აი ეხაც ნერვიულობ, მაგრამ ისე სპექტაკლების წინ ძალიან ნერვიულობ, აი არ ვიცი, მაგრამ წამიერი როგორც კი შუკი ან ფარ დაიწევა და ეგრევე სცენაზე შედიხარ, სად მიდის ეს ნერვიულობა, აი ვერ ხვდები, ვერ ამოხსენე, ხო შეიძლება მიხვდე რომ რატო აღარ, აი რაღაცა ქრება რა და რა ძალიან ნერვიულობ, ძალიან. ვისი ფობია გაქვს? ფობია. ვისი არაფრის. რა გაბრაზებს ყველაზე მარტივად? ზოგადად თუ ცუდ ხასიათზე ვარ, აი უჭმელი თუ ვარ, ძალიან მარტივად მაბრაზებს ძალიან ბევრი რამე რა. და რა გაბედნიერებს? რავი.
მაბედნიერებს მაგალითად სპექტაკლს. მე აი კარგ რაღაცას რო გეტყვიან. რაღაც ის კი არა, ტყუილი და რაღაც არა. ან გულწრფელად. ხო. ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი. ეხლა ვიცი რომ მივიდა პირველი აზრდამას არ ვიტყვი. ადამიანი, ვისაც ძალიან ბევრი არის. ძალიან ერთს ვერ გამოყოფ ეწყინება. ამიტომ ძალიან ბევრია ჩემს ცხოვრებაში, ვისაც რაჟდენი. ოცნების ადგილის სანახავად. ჩემი საოცნებო ადგილი? ჩემი საოცნებო ადგილი რა, რაც იყო ბავშვობაში ვნახე. სიმართლე რო გითხრათ. აი ბარსას ფანი ვარ და ავიხდინე ეგ რომ ბარსას თამაში დავესწარი თვითონ ბარსაში, ხო და ესე ხა ეგრე არ მაქვს საოცნე, მაგრამ აი ამერიკაში ვიცხოვრე დიდი სიამოვნებით. რომელ ცნობილ ადამიანთან ერთად იმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო? ოპა. ამაზე არ მიფიქრია. სიმართლე გითხრა. ცნობილი, მსახიობი, არ ვიცი. გადავწყვეტა. დამაფინანსონდა და გადავწყვეტა. ფილმი, რომელიც ძალიან ბევრჯერ გაქვს ნანახი. ბავშვობის ასაკის შემდეგ ვიტყვი. აი ძალიან ბევრჯერ ვნახე. ზოგადად ფილმი რომ მომეწონება, ეს ჩვევია რომ მინდა სხვასაც ვანახო და ამ სხვასაც რომ ვაყურებიებ, მეც ძალიან ბევრჯერ გამოდის რომ ვუყურე და Forrest Gump-ი მიყვარს ძალიან რა. საყვარელი ჟანრი კინოში? კომედია, ზოგადად კომედია ჩემი საყვარელი ჟანრი კინოშიც და ისეც რა. და ტრაგიკომედიაზე გიждდები. ორივე როა. რომელი გირჩევნია, დადებითი თუ არყოფითი როლის თამაში? დადებითი. გეხმარება თუ არა შენი ნათამაშები როლები რეალურ ცხოვრებაში? მე პირიქით ვიტყოდი რა, რეალური ცხოვრება მეხმარება ჩემს ნათამაშებ როლებში. მარტივი ადამიანი ხარ თუ რთული? აი ეგ ვთქვი რა, რამდენიმე წუთის უკან რომ ვისთვის როგორ რა, აი ძალიან მარტივი ვარ ჩემი აზრით, მაგრამ აი რაღაც ამ პერიოდში ჩემ თავს დაუმუყამე რომ სახში ვარ ძალიან ჯუჯგურა და დამძიმებული, იმიტომ რომ გარეთ მყოფ საზოგადოებაში ვარ ძალიან ცანცარა და ესე ვიცლები ამ ემოციით რა. რომელ სიმღერასთან გაიგებდი საკუთარ თავს? დიდათ არო სიმღერის მოყვარული, ესე რომ ვერ გეტყვი. რომ შეგეძლოს გახდე სუპერგმირი, რომელი ძალა ნიჭი გექნებოდა? ფრენა. როგორც დიდი ყურები მაქვს და ყურებით ფრენა. რა არის ის, რასაც არასდროს დათმობ? ოჯახს. და რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს? საყვარელ ადამიანს თუ ეგეთი საყვარელია და გიყვარს, თითქმის ყველაფერს აპატიებ რა. რას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად? ან ხასიათს ვაფასებ ძალიან ისე რომ ან ადამიანი კარგი ხასიათის არის ძალიან მომწონს მასთან ურთიერთობა და აი სიმარტივეს ვაფასებ უფრო სწორად რა, როცა მარტივია ადამიანთან კომუნიკაცია და არ გიწევს ის რომ აი ეხა მე რო ეს რაღაცა უთხრა ამას ეწყინება თუ არ ეწყინება, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ ამას ვამბობ ისეს რომ ცოტა მარტივად თუ არ შეხედეთ, მაშინ სულ გეწყინება რაღაცა რა. იქნებოდი თუ არა შენი თავის მეგობარი? კი. რაზე ფიქრობ ხოლმე ძილის წინ? ძილის წინ ამ თემაზე ვფიქრობ, აი ჩემს ცხოვრებაზე, პროფესიაზე, თან კავშირში ოღონდ რა. ძილის წინ იმას ვფიქრობ, რომ აი თუ რამე პერსონაჟი მყავს გონებაში სიტყვა, ან იმ დღეს სპექტაკლი ვნახე, ან იმ დღეს ფილმი ვნახე, ან რაღაცა, თუ დამამახსოვრდა რომელიმე პერსონაჟი, სულ ვფიქრობ იმ პერსონაჟზე და თუ ის არ იმ დღეს არ მინახავს არც ის და არც ის, მაშინ მაინც ამ პროფესიაზე ვფიქრობ, აი რა იქნება, რამოდენ აი ბევრი წლის მერე რას გავაკეთებ ამ პროფესიისთვის რა. გეგმავ შენს ცხოვრებას თუ სპონტანურად ცხოვრობ? დაგეგმილი არ მიყვარს არაფერი ღრიდა. გონებით მოქმედებ თუ გულით? მე გონებით. ზედმეტსახელი, რომელსაც გეძახიან?
ძალიან ბევრი ზედმეტ სახელია. კიდე გითხრა. რომელიც მოგწონს და რომელიც არ მოგწონს. აი მე გეუბნები არა მაქვს პრეტენზია რა ეგეთ რაღაცეებზე, რაც ვიღაცა შეიძლება ეწყინოს ხდები, თავის ან ნაკლზე ან რაღაცაზე ყურადღების გამახვილ. მე მკიდია რა, რატო არ ვიცი. ბავშვობიდან სკოლის ასაკში სკოლის მეგობრები მეძახდნენ დამბოს, ისე ყურების გამო. ბიძაჩები მეძახდა ყურშას, ეგეც ყურების გამო. და დღესდღეობით ზოგადად ფეხბურთელი ვიყავი და გუნდში და დღესაც მიძახიან ფესვის, იმიტომ რომ ფესვიანი წევარ გვარად. უფრო ფესვი რა დღესდღეობით. გაქვს თუ არა რაიმე რიტუალი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებ? რიტუალი არა. ანუ არა. რა როლი აქვს მეგობრებს შენს ცხოვრებაში? ძალიან დიდი, იმიტომ რომ ტიპაჟი ვარ ეგეთი სოციუმის და მეგობრების და ამ სხვა ადამიანების გარეშე ვერ ვიქნები რა. სადღეგრძელო, რომელსაც ყოველთვის ამბობ. მე და სადღეგრძელოები აი ესე ვართ. საყვარელი ფერი. საყვარელი ფერი. ფერადი მე ვასება შავი და შავი არა. ჩემი მიზანია? ჩემი მიზანია გავხდე ძალიან კარგი მსახიობი და ძალიან ბევრ ადამიანის ყურამდე, გულამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. რას აკეთებ ამისთვის? რავი, ფიქრობ რომ ვაკეთებ რა. ჩემი აზრით ფიქრობ ვაკეთებ. რისი კეთება არ გიყვარს, მაგრამ გიწევს რომ გააკეთო? რისი კეთება არ მიყვარს და დილით ადგობა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ სულ ვაკეთებ და ვდგები და დილით ლექციას არ ვაცდებ, მაგრამ აი ძალიან ვებრძვი ჩემ თავს რომ ავდგე რა. როდის ხარ ყველაზე კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ? სპექტაკლის შემდეგ. რა არის თეატრალური შენთვის? თეატრალური უნივერსიტეტი დღესდღეობით უკვე ჩემს მეორე ოჯახად ჩამოყალიბდა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო მეტ დროს ვატარებ უნივერსიტეტში ვიდრე სახლში რა. და იმ კარგი ენერგიები რაც მაქვს, ამათ ვახარჯავ, რომელიც ასწორი და სახლში რომ მივდივარ, ამ ემოციებისგან დაცლილი ვარ და აღარ შემჩენია ძალა. და სამშობლო რა არის? სამშობლო არის აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა პროფესია, ხო გვინდა რისთვის გვინდა, ანუ ამას ვამბობ რა, ჩვენი პროფესია რისთვის გვინდა, ჩვენი ეს რაღაცა რო შევქმნათ ჩვენ პროფესიაში, გავაკეთოთ, თქვათ, რა უნდა ვთქვათ, რისთვის ვამბობთ, ეგას სამშობლო არის ყველაფერი. სად წარმოგიდგენია საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ? ანუ რას გულისხმობ? პროფესიას თუ საერთოდ შენ თავს როგორც გინდა, ამხრივად გინდა ის წაიყვანე. მე ხო გითხარი დაგეგმილი ცხოვრება არ მომწონს და არც მიფიქრია რა. ანუ არ ვფიქრობ ეგეთ რაღაცებზე. მე ვცხოვრობ როგორ იცი, აი რომ იყოს ლაშქრობები რა. რომ მოვიკიდებ ამ კარავს და რაღაცა, ესე დაგეგმილი არ მაქვს აქ წავალ. საითაც გამიყოლები, მეც იქით წავალ. სამყარო ინტერნეტის გარეშე თუ სამყარო მუსიკის გარეშე? აუ ინტერნეტი, არა მუსიკა, მოიცა რომელი მირჩევნია? მუსიკის გარეშე მირჩევნია და ინტერნეტის გარეშე ძალიან დამოკიდებული ვარ, ძალიან. უკან გადაახვიო უხერხული მომენტები თუ დააპაუზო საუკეთესო მომენტები? მე უხერხული მომენტები ძალიან იშვიათად მაქვს და თუ მაქვს ძალიან მკიდია და ამიტომ დავაპაუზო საუკეთესო მომენტები მირჩევნია. აკონტროლებდე დროს თუ ამინდს? როგორი კითხვები გვაქვს? ორივე კიდე ადამიანს. დროს გქონდეს 10 წუთიანი საუბარი პატარა მესთან თუ 10 წუთიანი საუბარი დიდ მესთან? პატარასთან. და გავიწყდეს ცხოვრების ბოლო 5 წელი თუ მთელი ბავშვობა? არა, ბოლო 5 წელი დამავიწყეს ბავშვობა, არ უნდა დამავიწყეს არანაირად. იყო ღარიბი და ბედნიერი თუ მდიდარი და უბედური? ღარიბი და ბედნიერი. იცხოვრო სიცივეში თუ იცხოვრო სიცხეში? სიცივეში. შეგიძლოს წარსულში მოგზაურობა თუ მომავალში? უეჭველი წარსული.
უეჭვენ. შენ ცხოვრებაზე ფილმი რომ გადაიღონ, რა ერქმეოდა? ვიფიქრებ ცოტას. კი ბატონო. ჩემს ცხოვრებაზე რომ ფილმი გადაიღო. დაუოკებელი. და ბოლოს მე აუცილებლად ვიტყვი ჩემს სათქმელს. მადლობა ლუკას სტუმრობისთვის. ეს იყო რუბრიკა გაიცანით 15 წუთში. მე კი მის წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. ჩემი დღევანდელი სტუმარი იყო ლუკა ფესვიანიძე. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ რუბრიკაში ახალ საინტერესო სტუმართან ერთად.